მოგესალმები ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ გადაცემას, რომელსაც ქვია დიდი გადაცემა. ბატონი თენგიზ შარმანაშვილი, პარლამენტის წევრი, ჩვენი გადაცემის წევრი. ჩვენ დავიწყეთ საუბარს იმ უკვე ფაქტით, რომ უკრაინის ჩვენი სასიკვდილოდ გადამტერებული მეგობარი ხელისუფლება დიდი ალბათობით გვიმზადებდა უბედურებას აქ ეს ჩვენმა სუსის თანამშრომლებმა დაადგინეს. უბრალოდ ყველაფერი ზუსტად ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ არც ისე შორს არის ფაქტია, რომ მძღოლი უკრაინელი მძღოლი, რომელმაც შემოიტანა გექსოგენი, დაკავებულია მისი ჩვენებით უკრაინის სპეცსამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ მასთან და გადასცეს ეს ტვირთი საქართველოში ჩამოსატანა, დაკავებული ასევე პირი, ასევე უკრაინელი, რომელსაც გადასცა საქართველოს ტერიტორიაზე გექსოგენი და საუბარი არის რაღაც სახლზე, ნაგებობაზე, რომელიცავლაბარში, რომელიც უნდა ყოფილიყო აი ამ ასაფეთქებელი ნივთიერების მარშრუტის ბოლო პუნქტი, ერთ-ერთი ბოლო პუნქტი. ვისაუბროთ ამაზე. მოდით პირდაპირ თქვათ, ცოტა ხო არ უშლიქავთ ენას იმ ჩვენს მტრებს უკრაინის ხელისუფლებაში და იქ თქვა გვარების დასახელდა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სლორტკი ბოროტა ეგრეთ წოდებული მიშას ძალოვანი 26 მაისის დარბევის ორგანიზატორი მისჯილი აქვს სისხლიანი კალოს დატრიალებისთვის 26 მაისს 2009 წლის 26 მაისს მან რაც ჩაიდინა ვიცით კარგად 2011 წლის 26 მაისს ხო არ უშლიქავთ ენას ძალიან კი მაგრამ ამაზე ითქვა კიდევაც გასულ პრემიერ-მინისტრმა ვიდრე ეს ამბები დატრიალდებოდა დიდი ხნით ადრე თქვა რომ მიუხედავად იმისა რომ უკრაინის ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორად იქცევა საქართველოს დანაშაული უკვე არასწორად იქცევა რბილად არის ეს თქვა მანამდე მეთქი ამბები იქნებოდა ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ იმ რეჟიმს რომ საბოლოოდ უკრაინის ამ ხელისუფლებასთან და საერთოდ ამ ხალხთან ომის შემდეგ გავარკვევთ ურთიერთობას იმიტომ რომ ომში მყოფ ხალხთან არ არის მორალური რომ თქვა დავიწყოთ ახლა საქმის გარკვევა და ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომა იყო ესეთი საშუალებებიც ნაკლებია ასე დროს ურთიერთობების გარკვევის და მეორეც მართლაც მორალურად არასწორი იქნებოდა მაგრამ ასე დიდხანს ალბათ ვეღარ გაგრძელდება დღევანდელი ფაქტის შემდეგ მაგრამ ეს შეიძლება ამ თემაზე დავიწყოთ სერიოზულად საუბარი მას შემდეგ რაც სასამართლო განაჩენი იქნება სადაც ეს ფაქტები დადგენილად ჩაითვლება ასე რომ უამისოდაც ეს დადგენილად ჩაითვლება თუ არ ჩაითვლება ბევრი არასწორი ნაბიჯი გადადგეს მათ საქართველოს საწინააღმდეგოდ მიუხედავად იმისა რომ ქართულ მხარეს არაფერი არ შეშლია უკრაინულ მხარესთან ტოლვილებით ღირსეულად მივიღეთ ისინი მრავალ სხვა ქვეყანაში არიან მაგრამ არსად არ არის უზრუნველყოფილი რომ მათი შვილების სწავლას უკრაინულ ენაზე გადიოდნენ და ამას ის სახელმწიფო აფინანსებდეს ამას ჩვენ ვაკეთებთ ყველა რეზოლუციას ასობით რეზოლუციას შეუერთდით საკმაოდ დიდი პოლიტიკური რისკი იყო განსაკუთრებით ერთი რეზოლუციას კი არ შეუერთდით არამედ სპონსორი ვიყავით ანუ თანაავტორი ამ რეზოლუციისა რომელიც ჰააგის სასამართლოში პუტინის სამხედრო დანაშაულის საკითხების გარკვევას ითხოვდა თქვენ ძალიან კარგად გესმით ამასთან არათუ მიერთება ამის ერთ-ერთი ავტორი რომ შენ იქნები ამ ნაბიჯსაც რომ გადადგა აი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი თეორიულად რაც შეგიძლია ადამიანმა წარმოვიდგინო ყველანაირად გვერდში დაუდექით გარდა ერთისა მეორე ფრონტი ნამდვილად არ გავხსენით და მართალია აქაური ჩვენი დიფერენციაცია იარაღიც იგივეს ნიშნავდა პრინციპში მეორე ფრონტის გახსნას ნიშნავდა მეორე ესეთი ახლა დავანებოთ თავი ყველაფერს არც სიმრაოდენობის იარაღი გვაქვს რომ სიმბოლურად თუნდაც არიან ქვეყნები რომლებიც სიმბოლურად აწვდიან მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ გავაკეთებთ იმიტომ რომ ჩვენ თავიდანვე ახსენით სამხედრო კონფრონტაციაში შესვლის რესურსი არ აქვს და ეხლა არც თქვენ მოგატყუებთ და არც თავს მოვიტყუებთ არც სავაჭროში და არც ხო მეორე როდესაც შენ ჩემგან რაღაცას ვითხოვ მორალურად დაახლოებით იგივე შენ უნდა ქონდეს ჩემს მიმართ გაკეთებული ხო 2008 წლის ოკუპაციის დროს არათუ სამხედრო დახმარების გამოგზავნა ეხლა რაღაც ცალკეული ადამიანები შეიძლება ჩამოვიდნენ და მოხალისედ ჩაეწერენ ამას მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო დონეზე ვლაპარაკობ არაფერი ისეთი თანადგომა არ გამოუხატავს უკრაინის სახელმწიფოს მთელი ჩვენი ოკუპაციის სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციის მანძილზე სახელმწიფო დონეზე რომ რაღაცა მორალური უფლება ქონდეს რომ
მოდი შენ სახელმწიფო დონეზე ჩაერია ჩემ სამხედრო კონფლიქტში. ასე რომ რა თქმა უნდა თუ ეს დადგინდება ეს ფაქტი თუ ეს დადგინდება რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული თუ დადგინდება მიზანიც ამ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანისა და ეს საბოლოო მიზანი მისი საქართველოში გამოყენება იქნება თუნდაც არ იყოს საბოლოო მიზანი და ან თუნდაც მეზობელ ქვეყანაში გატანა რომელიც ასევე დიდი პროვოკაციას გამოიწვევდა თუ ის გამოყენებული საქართველოს მიმართ თუ ის იქ იქნებოდა გამოყენებული რომელიმე ტერორისტულ აქტში რა თქმა უნდა ეს ამას შედეგები ექნება ახლა მე არ ვიქნები ახლა სერიოზული ადამიანი შედეგების დონეზე ვილაპარაკო იმიტომ რომ ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი იქნება იმ მომენტისათვის მინიმუმი შედეგი უნდა იყოს რომ პოლიტიკა შეიცვალოს მე მესმის რომ ჩვენ იმაზე მეტი ვალდებულება გვაქვს ვიდრე ამორალურ ხელისუფლებას უკრაინაში ეს არის ყოლა ამორალური საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მებრძოლი ხელისუფლება და ეს დამტკიცდება ძალიან მალე ომის დასრულების შემდეგ მართალი გახდება თუ რამდენი მილიარდი მოიპარეს მათ და რის გამო არ დათანხმდნენ მათთვის ხელსაყრელ ზავს ომის დაწყებიდანვე უმალ სტამბოლის შეთანხმებებს გულისხმობს და რამდენი დაკარგეს მას შემდეგ ცოცხალი ძალით თუ ტერიტორიულად თუ ეკონომიკურად ეგ კიდევ ცალკე საკითხი იქნება და მათი გასარჩევი მაგრამ მე დამოკიდებულება ცალსახად უნდა შეიცვალოს იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ასე ვთქვათ ვიღაცა გოიმები მოდი ესე ვთქვათ პირდაპირ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ დანარჩენი შემდეგ და როდესაც ეგრეთ წოდებული მეგობარი აი ესეთ იქით მეორე პროვოკაცია ეს ერთხელ უკვე დაკავებული იქნა ასეთი მეგრე მახსოვს ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტომობილი და უკვე ეს მეორეა და მესამე არ უნდა მოხდეს საერთოდ თავარი მომენტი ყველაზე დიდი რისკი ის არის რომ გავსვათ რომ მაკეინის ინსტიტუტი დარდობდა იმაზე რომ წარმოგიდგენიათ რომ მსხვერპლი არ მოხდაო საქართველოს მსხვერპლი არ იყო აბა ესე იგი ეს მაიდანის სცენარის ერთი რამ აკლია საქართველოში ეს არის საკრალური მსხვერპლის და რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ის მაშინ ერთდროულად 100 კაცი დაიღუპა და გახსოვთ იმან გამოიწვია რაღაცა ორივე მხრიდან სხვა შორის როგორც სპეცრაზმელები ისე არა ციურ ასეულს ეძახდნენ ხო ციური ასეული იბესნეს ხო და დაახლოებით ამდაგვარი უნდა გათამაშებული და სულ გვიგვირს ეს მაკეინის ინსტიტუტის მესოვრების საუბრობდი როგორ მსხვერპლი როგორ არ მოხდაო ეს კარგად ვემუშავა ჩვენმა ამაშია საქმე რომ ეს ყველა ეს ეტაპი რამაც შეიძლება საქართველოს მაინამდე მიიყვანოს გავლილია და ჩაუფლავდათ არ გამოუვიდათ და ძალიან დიდი საჭიროება დარჩა იმისა რომ ეძებონ საკრაულ მსხვერპლში დიდი რაოდენობით საკრაულ მსხვერპლში ეძებონ გამოსავალი რათა დიდი არეულობა მოხდეს საქართველოში და იმეც გამოთქვა რომ ჯერ აქამდე ჩვენმა სპეცსამსახურებმა შეძლეს რომ ეს არ მომხდარიყო და მომავალშიც ამას შევძლებთ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ დადგინდა რომ ამ რაღაც საკრალური მსხვერპლისათვის იყო ეს გამიზნული უახლოესი პერიოდის განმავლობაში და ეს მტკიცებულებები იქნება უტყუარი და ამაზე სასამართლოს განაჩენის დადგება აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს ჩვენ საკრალურ მსხვერპლზე ახლა დავიწყეთ საუბარი გავაგრძელოთ ამერიკაში მოხდა სწორედ ასეთი მსხვერპლის გაღება ეს ადამიანი ახალგაზრდა 32 წლის კირკი რომელიც იყო მისი იარაღი იყო ყოველთვის თავისუფალი სიტყვა და როგორც წარსულ საუკუნეებში ამერიკაში ის ღაღადებდა ლექციებს ატარებდა და თავის ხასს ატარებდა ახსნა განმარტებით და განმანათლებლურ საქმიანობასაც ეწეოდა პირდაპირ ქუჩაში ღია მასებთან და არა ტელევიზიით და საჯარო ლექცია იყო ფაქტიურად ეს მიღებული ფორმა იყო ქვეყანაში ეს მოძღვარის სტილია მოძღვრის სტილია ესე ვთქვათ და ნუ დაუნდობლად მოკლედ დაკავებულია მისი მკვლელი 22 წლის ადამიანი და მთელი ამერიკა გლოვობს ამერიკული ისტაბლიშმენტი გლოვობს ყველა არა რა თქმა უნდა და სწორედ ეს მიათითებს მევრამეზე მიუთითებს პირველ რიგში იმაზე რომ ამერიკას ძალიან დიდი ხნით დაკავდება საკუთარი თავით და უკვე მეტად ჩამოშორდება გლობალურ გეოპოლიტიკურ თამაშებში. ჩვენ ამას შორიდან უყურებდით, მაგრამ
ეს საკითხები დიდი ხნის განმავლობაში წიფდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მე ჩვენზეც გადმოვიდა, რა თქმა უნდა. დაახლოებით 20 წელია, რაც ულტრამემარცხენე იდეოლოგიის დანერგვა ხდებოდა მიზანმიმართულად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამაზე ჩვენი მეგობრებიც საუბრობდნენ, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ, ისინი ამბობენ, რომ აი უნივერსიტეტებს უკვე ვეღარ იცნობ. იმდენად მომრავლდა ეს ულტრამემარცხენე, პირდაპირ მარქსისტული შეხედულებების ლექტორები ამ ჩვენს უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე და ისეთ თანამდებობაზე, რომლებიც პირდაპირ გადიან სტუდენტებზე და თუ სურეცხავენ სტუდენტებს და ეს ყოველწლიურად იმდენად იზრდება, რომ აი ძალიან გვიგვისს ამბობენ. ეს თან საათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. უფრო მეტიც, როდესაც საარჩევნები მოახლოვდა, თქვენ გახსოვთ, რომ ტრამპმა თავის კონკურენტს წამოაძახა, რომ ამაშენი მარქსისტს კითხულობდა და ის არა მარტო მკვლევარი იყო, არამედ მართლა მარქსისტი იყო და შენც მარქსისტული იდეებით გაიზარდეო. აი იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ როდესაც ახლა არანაირი საფუძველი არ აქვს ტრამპს არ დაუჯერო, რომ შიკინაღა მარქსისტი პირდაპირ მარქსისტის გაზრდილ ოჯახში მარქსისტი გახდა ამერიკის პრეზიდენტი. სულ ცოტაღა დააკვირდა და ის ტყვია ყურთან კი არა, შუბში რომ მოხვედრო და ჩათვალეთ, რომ ყველაფერი გაკეთებული იქნებოდა. მაგრამ ნახეთ, როგორ წყვეტდნენ საკითხს, ზუსტად როგორც მარქსისტები წყვეტენ. როგორც აი ეს ტროცკისტული მიმართულებები წყვეტენ. როდესაც არის ტროცკისტები და არა მარქსისტები. სამართლებრივ მოითხოვს, რომ მარქსიზმი რამოდენიმე მიმართულების არის და თავად მარქსი გენიალური ფილოსოფოსი და ეკონომისტი. მე ვლაპარაკობ ულტრამემარცხენე ტროცკისტი, კი ბატონო, გლობალისტი, რადიკალი მემარცხენე ტროცკისტი. თქვენი წითელი ბრიგადები იტალიაში რო იყო თავის დროზე ექსცენიც ტროცკის მიმდევრები და ულტრამემარცხენე მარქსისტები იყო. და ისინი ზალა და ალდო მორო მოკლეს ტყვიაზე და გაიტაცეს შემდეგ გაიტაცეს და მე მოკლეს. ანუ ეს როდესაც ვერაფერს ვერ აკეთებენ, როდესაც იციან რომ დემოკრატიული პროცესებით ხელისუფლებაში მისვლა თითქმის შეუძლებელია, თითქმის კი არ შემიძლია სიტყვა თითქმის ამოვაგდო შეუძლებელია, იწყებენ მერე ასეთი ტერაქტებით ადამიანების მოცილებას. აი ტრამპს როგორც გვახსოვს ყველას, სულ რაღაცა 3 მილიმეტრი დააკლა, რომ პოლიტიკური მომავალი ამერიკისა სულ სხვა მიმართულებით წასულიყო, იმიტომ რომ რესპუბლიკელები სხვა კანდიდატის ისეთის, რომელიც მერე კამალა ჰარის მოუგებდა წარმოუდგენელია, ვეღარ მოასწრებდნენ ამის ორგანიზებას ამ კვლევების შემთხვევაში და დამთავრდებოდა ყველაფერი ეს მარქსისტი ულტრამემარცხენე ლიბერალ მარქსისტულ რაღაცა ის არის ჰიბრიდია, რომელიც რაღაც ჯიშია, რომელსაც კიდევ ვერ ვერკვევით აქედან ასე. მოვიდოდა ხელისუფლებაში და ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. მაგრამ ხომ ხედავთ, ისინი არ ეგუებიან ამ დამარცხებას, დემოკრატიული მეთოდებით დამარცხებას. და აგრძელებენ ამ პოლიტიკას. სადაც ხელი მიუწყდებათ ყველა ეს კონსერვატორი თუ ასეთი ადამიანის კვლელობა არის შესაძლებელი აკეთებენ. ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. იგივე ფიცოს, როდესაც ესროლეს. ჩვენც დაგვემუქრენ, მაშინ არასერიოზულად მოეჩვენა ბევრს საქართველოში, არ ვლაპარაკობ იმ თქვათ ჩვენს რადიკალებზე, იმათ არასერიოზულად არ მოეჩვენათ, მაგრამ ლაპარაკობდნენ რომ ეს არასერიოზულია. მაგრამ ბევრი ჩვენივე ოხრეც თვლიდა რომ ეს რაღაცაზე გადამეტებული ხო არ არისა. აბა ჩვენთან ახლა ეგეთ რაღაც ხო შეუძლებელია რომ მოხდეს, მაგრამ ახლა როცა უკვირდებიან რა მეთოდოლოგიის მიმდევრები არიან ეს ხალხი, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან ეს ხალხი, ახლა ალბათ უკვე ჩვენ გადააფასებენ თავის შეხედულებებს და მივიღეთ კალადის შტაბთან მოვლენა, როდესაც დვარნეშკა ნაძირალა აქტივისტკა მუშტუღერებდა და უშვერი სიტყვით ლანძღავდა ჩვენ შვენიერ ჟურნალისტ ნათია კვარაცხელიას. ეს ჩვენ ყველაფერი კარგად ნახეთ. აი მუშტის მოღერების მანერას კი ჩანდა რომ იარაღი რო ქონოდა. ის ესროდა ჩვეულებრივ. ეს იმდენად დიდი სიძულვილი იყო აი ამ დვარნეშკაში ჩაბუდებული. მე სპეციალურად ვამახვილებ ყურადღებას. მე მესმის რომ გარკვეული ეთიკა უნდა დავიცვა, მაგრამ ადამიანს რომელსაც არ გააჩნია არ გააჩნია აზროვნების უნარი, არ აქვს უბრალოდ პირი აქვს თუ ერთი ადგილი სხვა მისთვის ერთდეგია, ჩემთვის ადამიანი არის ალბათ, მაგრამ მაწანწალა დვარნეშკა ადამიანია, მაწანწალა ძაღლის ჯობია ამას მომიტევეთ. ეს არ არის შეიძლება ზედმეც, მაგრამ მე ჩვენი ჟურნალისტების უყურესება ვიცი და ეს რაღაცა მაწანწალური მიმართულება იყოს, ნაკლებად საჩიში იქნებოდა პროგრამას. მიხედილი მაწანწალები, კი ბატონო. ჰიპების მოძრაობა. არა, რა თქმა უნდა, არც პანკების, არაფორმალების, კი ბატონო. ეს არ არის.
ეს არის უსასტიკესი ადამიანების ერთობა. როგორც ვატყობ, ესა და ამ ადამიანების შერჩევა და სელექცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა საქართველოში, იმიტომ რომ ეხლა შემთხვევით რომ აღმოჩნდეთ მე და თქვენ ასეთ ტიპის მოძრაობაში დიდხანს ვერ გავწლებთ, ხო? რაღაცა ცოტახანი რო შევხედოთ, ხელს ჩავიქნებ და ვიტყვით ამათთან აგვინა კაცო და წამოვალთ. კი არა, ეს სულიერი ტრავმების მქონე ადამიანებია. ამიტომ აღარ გაგიკვირდეთ რომ თქვათ ამ ბოლო ამ გახმაურებელ მკვლელობის შემდეგ ზოგი იცინოდა სოციალებში, ზოგი ამართლებდა ამ სოციალებში. ის ასრავად წაშალეს პოსტები. ეს ადამიანები შეკრიბეს. იქ თქვენ ვერ აღმოჩნდებოდით დიდი ხნის განმავლობაში, ვერც აგერ აქ სტუდიაში ვისაც უყო, ვერც ერთი ნორმალური ადამიანი იქ დიდხანს ვერ გაძლებს. ამიტომ ის ვინც იქ შემორჩა და დარჩა, იმათგან ესაც საქციელი ლოგიკურს. წლების მანძილზე ვიცით რომ არსებობს ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდი, როდესაც ერთი და იგივე სიტყვებს ძალიან ხშირად უმეორებ ეჩიჩინები და შემდეგ სუსტი ნებისყოფის და წარსული ფსიქოლოგიური ბავშვობის ტრავმების მქონე ადამიანები წამოეგებიან ხოლმე აი ამ ხრიგს და ხდებიან ზომბები. ეს ვიცით დღეს ერთ-ერთ ასეთ ადამიანს შენ რომ იარაღი შეაჩეჩო და იმან გაისროლოს არ უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ რომ ჯერ ეს გადაწყვეტილება იქ deep state-ს არ მიუღია ამ მომენტამდე რომ რომელიღაც მათგანს შეაჩეჩოს იარაღი და რაღაც გახმაურებული მკვლელობა ჩაიდინოს, მაგრამ ეს მასა მზად არის. ეს ხალხი ყავთ, რომელსაც აცდუნებ ამ იმაზე და დიდხანს არ იფიქრებს. იმიტომ რომ ეს ხალხი უკვე შეირჩა, შერჩეულია, დამუშავებულია, twin გადაბრუნებულია. ამ სიძულვილით გაჟღენთილია, ყველანაირი აბიჯის გადამდგმელია. აგერ ჩვენთან იყო ხო, ჩვენ პოლიტიკურ ორგანიზაციაში იყო კაცი, პარლამენტის წევრი, რომელიც ლაპარაკობს რომ ბენზინი რო შევასხავ თქო კი გერდი ასე რა ქვია რამ გამოაშტერა გერდი ჩვენთვის კი არ გამოშტერდა გამოშტერდა იმიტომ რომ რასაც ფიქრობდა ხმამაღლა თქვა თორე ამას ხო ფიქრობდა ადრეც ეგეთი იყო გერდი გერდი ჩვენ ვიცნობთ ხო არა ალბათ იყო მაგას ეს რაღაცა მე მგონი რაღაც ღრმა ფილოსოფიური ფსიქოლოგიური, შეიძლება ფილოსოფიური ან ნევროპათოლოგიური პრობლემაა. მე დიდი ხანია ვიცნობ და ნამდვილად არ წარმომედგინია რომ ხო, რაღაცა ნევროპათოლოგიური პრობლემაა. ზოგადად მე მიმაჩნია რომ ყველა ეს ქმედება თუნდაც შეძახილი ხანგრძლივად რო ტრიალებს შეიძლება შენზეც გადმოდის. ხო, ყველა ეს შეძახილი არის რაღაც ვირუსი, რომელიც ხელოვნურად შეიძლება შეგყარონ. არსებობს ამის ეს შეთქმულების თეორია არ არის, არსებობს ამის მეთოდები. მასების დასაბოლებლად, გასაშტერებლად, რასაც იყენებენ, ოღონდ შენ წინასწარ უნდა გქონდეს ფსიქიკა ამისთვის მზად. შენ როგორც ჰიპნოზს ყველა არ ექვემდებარება. კი, აი მართალ ისია ესეც ალბათ. ამ ფსიქოლოგიურ დამუშავებასაც ყველა არ ექვემდებარება. მე მინდა ვლაპარაკო აი ამ ადამიანების რაოდენობაზე, რომელიც მცირეა და იმაზე, რომ მომხრეები არ ყავთ. მართლაც, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების მომხრეები არ არის 90 და 70%, ხო? რა თქმა უნდა ყავს მოწინააღმდეგები ქართულ ოცნებასაც. მაგრამ ერთია შენ რაღაც გარკვეული პოლიტიკური მოტივების ან სხვა რაციონალური მოტივის გამო არ ეთანხმებოდე და გინდოდეს ცვლილება. და მეორეა აი ეს საგიჟეთი, რომელსაც შენ უყურებ, როდესაც უბრალოდ დაზომბებული ადამიანები შადიან იმას, რასაც შადიან. და აი ეს ქმედებანი, აი მოდი პირდაპირ თქვათ, აი ცინიკურად რომ თქვათ, მე გავიმეორებ თქვენს ნათქვამს. ისე სულელურად მოქმედებენ, აი თუნდაც გლიცინი კირკის ყველობაზე, ხო? რომელმაც საზოგადოებაშიც ამერიკის ისტებლიშმენტის საშინელი რეაქცია გამოიწვია, მოგვაწოდეთ გვარებით სახელები და აღარ შემოუშვებთ ამერიკაში რომ იძახიან. აი ეს ისე არის გაკეთებული, ისე დაუგეგმავად, ისე გიჟურად, რომ ჩემი აზრით აი ხოლო თვითონ ითხრიან და უფრო ღრმად ითხრიან აი ამ საფლავს ჩვენ საზოგადოებაში. რაღაცას რომ ააგორებ. კი ბატონო. ეს ეხლა ვერსიებს ვერ ვიტყვი, ალბათ მე თავის დროზე ამერიკის სარწმუნოება გვეტყვის საბოლოო ვერსიას, ვინაიდან ეს კაცი უკვე დაკავებულია მოტივებზეც და ყველაფერზეც. მაგრამ არის ისეთი მომენტი, როდესაც შენ რაღაცას რომ ააგორებ, მე შეიძლება ბოლომდე ვეღარ გააკონტროლო. იმიტომ რომ ეხლა მე თუ აქ ყველამ დამიჯერა, ვინც ეხლა აქ სტუდიაში, რომ ვიღაც X ადამიანი მოსაკლავია, უბრალოდ ვერავინ ვერ გაბედა თორე აქამდე ეს კაცი ცოცხალი არ უნდა იყოს. მე შეიძლება აღარ დაჭირდეს ჩემი და თქვენი დავალება რომ ხო არ შეასრულებდი ამას. იმენ შეიძლება ერთხელაც იფიქროს რომ ახალ ვერავინ ვერ გაბედა მე ხო არ გამეკეთებინა. ამიტომ რა არის იცი როდესაც ამ სიძულვილის ფილოსოფიას ნერგავ, როცა ამ სიძულვილის ენით ახშობ გონებებს მასებისა, იქიდან
შეიძლება აღარც იყოს საჭირო კონკრეტული მითითება მისცე, სამომკიდებლად მიიღოს მე ამ შენ მოწამლული ადამიანებისგან ერთ-ერთმა ეს გადაწყვეტილება. ამიტომ არის საჭირო რადიკალიზმის მასობრივი გავრცელება. ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენთან იმ შტაბთან მიდიან, რომელსაც უბრალოდ უყურეთ რა ლექსიკით ლაპარაკობენ, მარტო მაგას არა, რას ხადაგებენ. რომ მე შენ გარედან რო ეუბნები რომ ცეცხლი რო წაუკიდო, არც მაგაზე ვიდარდებდი, რო გავიგო და ხელსაც არ შეუშლდი. და ის მას უფროს ადამიანად მიაჩნია, იცის რომ ის პარლამენტის წევრი იყო, რაღაცა ჭკუა მოეკითხება, ასე უყურებს. იმან შეიძლება ერთ დღეს ჩათვალოს რომ მოსულა ეს ამბავი და ვინაიდან ამას არავინ არ მავალებს, ეთყობა ცოტა შიშარები არიან და შეიძლება იქნებ მე თვითონ გავაკეთო ამის აღსრულება. აი ეს არის საშიში. რადიკალიზმის ბოლო არ არის ყოველთვის კონტროლირებადი. იქ შეიძლება კონკრეტული ადამიანი გამოვარდეს. ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკაში ეს ასე მოხდა თუ ეს კონკრეტული შემთხვევაში ეგრე არისო? ამას დაადგეს ეხლა ამერიკაში. მოდით კიდე მეორე, მე ეგეც წინადადება მაქვს, ალბათ თქვენ ციფიქროთ იქნება. საქართველოში მედიით აკრძალულია საჯარო ინფორმაციის გადაცემის საჯარო საშუალებებით აკრძალულია სიძულვილი სენის ტირაჟირება. ხო არ უნდა გაუთანაბროთ სხვისი ადამიანის უბედურების და გარდაცვალებაზე სიხარულის პოსტები და სიხარულის გამოხატულება სიძულვილის ენაზე და დაისაჯოს. ის როგორც სიძულვილის ენა ისჯება უკვე საქართველოს კანონმდებლობაში. როგორ ხდება? თუ პირდაპირ ჩამოთვალე. ეს სიძულვილის ენა ეს არის 2 წერტილი და ეხლა რასაც ამბობ. არ არის, მეგონი სწორი იდეა. მაშინ ეს ყველაფერი დგინდება სასამართლო პრაქტიკით. თუ ჩვენ დავდეთ ბრალად სიძულვილის ენის გამოყენებას და სასამართლო ამას დაადასტურებს გასაჩივრების შემთხვევაში კი ეს სიძულვილის ენა მაშინ ჩათვალეთ რომ კანონი ამ მიმართულებით განმარტება. დასამატებელია პუნქტში. მე მგონი აი არის მეორე გზა რომ საკანონმდებლო დონეზე განმარტდეს ხოლმე. სხვა გარდაცვალების შემთხვევაში სიხარულის გამოხატულება. ძალადობით გარდაცვალების შემთხვევაში სიხარულის გამოხატულება და ეს უნდა იყოს. ეს რეალურად სიძულვილის ენაა, მეგობრებო. ეს მართლა გიჟები კი არ არიან, რომ მარკო რუბიო რო გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მართლა კაცრად იქნება ახლა, რომ თავისუფლებში ადამიანებს რომ ეს გამოხატეს, აღარ შეუშვებენ ამერიკაში. ნუ ორ შემთხვევაში იმიტომ რომ თავისი გიჟები ეყოფა და ახლა გარდაცვალების გიჟების დამატება აღარ უნდა. ასევე მე თან ეს კანონი ხო მარტო ნაცებზე არ გავრცელდება, თუ ვინმე ქართული ოცნების მომხრე მერტმან უქნას და ნაცი გარდაიცვლება ან მათთვის საამაყო პირი და გამოხატავს სიხარულს, ეს კანონი მასზეც უნდა გაცვლდეს ქართული ოცნების წევრზე ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ეკრძალებოდეს ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების მიმართ სიხარულის გამოხატვა. ეს არ არის სიტყვის თავისუფლება. სადღაც ზღვარი აქვს სიტყვის თავისუფლებას რა. არსებობს რაღაც ჰუმანური პრინციპები ზოგადად საკაცობრიო და ეს ამაში უნდა ჩაეწეროს როგორც სიძულვილი. ესე იგი აქ მთავარი ის არის რომ როდესაც შენ გეძლევა საშუალება, იმიტომ რომ ამას ხო უამრავი ახალგაზრდა უყურებს, უამრავი არასრულწლოვანიც უყურებს. როდესაც შენ გეძლევა საშუალება რომ მათ twin-ი ისე გამოურიცხო რომ უკიდურეს რადიკალებად გაიზარდონ, უბიზგო იმისკენ რომ უკიდურესად რადიკალური ქმედებები ჩაიდინონ, რა თქმა უნდა რაღაცა პრევენცია უნდა მოხდეს ამის და რაღაცა უნდა გაკეთდეს. ეხლა მე და თქვენ აქ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულად კანონში და ჩავწეროთ და რომ ჩავწეროთ, მაგრამ იდეა იმისა რომ ეს კანონმდებლობა ამ კუთხით ხომ არ გადაიხედოს, იდეა მისაღებია ჩემთვის. კი ბატონო და ნახოთ, იმიტომ რომ როგორც ჩანს საქართველოში მუშაობს ეს კანონის გამკაცრება, რა თქმა უნდა კონსტიტუციის ფარგლებში და საღიაზრის ფარგლებში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ძალიან კარგად რომ ჩვენთვის ტრულ NGO-ებში ფულის შედინება, მათი ტრული მოქმედებების მასშტაბი შემცირდა. ეს სულ მხოლოდ იმიტომ რომ მივიღეთ კანონები, რომელიც აკონტროლებს იქ შესულ ფულს და აბა ახლა ჩვენი ლამაზი თვალებისთვის არავინ არ იტყოდა რომ არა, მოდით ახლა აღარ დავანგრიოთ ქვეყანაო. საქართველოს ხელისუფლება მიიღო მათ შორის კანონი, რომელიც ფარას კანონით არის ცნობილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და მთელი რიგი კანონები, რომელთაც შეზღუდა ეს ჩვენთვის მტრული ორგანიზაციების მუშაობა. და ეს მოქმედებს, მუშაობს უდაოდ მუშაობს და ეს არის ასე ვთქვათ პრაქტიკაში აუცილებლად მისაღები. კი ბატონო, მე ჩემი აზრით ბოლო კითხვა იქნება არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ კითხვის დასმისას მე
აღარ არის საინტერესო ეს კითხვა იმ კუთხით, რომ არჩევნების შედეგი არის წინასწარ ცნობილი. ეს არის არა ერთადერთი, მაგრამ ყველაზე გამორჩეული არჩევნები იმით, რომ დარწმუნებული ვარ შედეგში. ხო, საინტერესოც აღარ არის. არ უნდა ვამხელდე, მაგრამ მე მახსოვს რა ფსიქოლოგიური წნეხი მქონდა, თქვა წინა არჩევნებზე, იმის წინა არჩევნებზე და რა ტიპის და რა რაოდენობის სამუშაოები იყო ჩასატარებელი სხვადასხვა დეტალებში რაღაცების გასარკვევად. ეს გრძელდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ პროფესიონალები ვარ და ყველა თავის ადგილზე მუშაობს. ამიღებენ მონაწილეობას. უკვე ფსიქოლოგიურადაც ხვდები, რომ უკონკურენტო ბრძოლა. თვითონ არა, ფსიქოლოგიურად არა, ობიექტურად ასე. ობიექტურად. და ეს თავის დამართეს თვითონ. ეს მარტო ჩვენი დამსახურება არ არის. ჩვენი დამსახურება დიდესია, მაგრამ იმდენი შეცდომა დაუშვეს. ეხლა ყოველთვის ვამბობ ერთი მეათეჯერ უნდა გავიმეორო ალბათ. თქვენ წარმოგიდგენიათ იმ 150 კაციან პარლამენტში ჩვენთან ის 61 კაცი რომ ჯდარიყო. ეხლა ეს სიტუაცია იქნებოდა? არა, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა. არა, დიდი აურზაური. მაგრამ იმდენად შეპყრობილები არიან, რომ ეს ყველაფერი სისხლიანად უნდა გააკეთონ. იმდენად შეპყრობილები არიან, რომ ეს რევოლუციური სცენარები უნდა განავითარონ. თორემ ნაბიჯ-ნაბიჯო წასულიყვნენ, რომ ეხლა 61 შევიდეთ. იქ პოლიტიკურად ისეთი ფონი შევქნათ, რომ მოდი მომხრე შევიძინოთ ელექტორატი მეტი შევიძინოთ. ვერ არჩევნებს ადგილობრივ და შემდეგ არჩევნებში დამანგრეველი ყოფილიყო პოლიტიკურად. უფრო მეტი შანსი ქონდა გაცილებით ვიდრე ახლა რა. მაგრამ ჩვენ ისტორიამ არის ესეთი ცნება, რომ ესე რო ყოფილიყო რა მოხდებოდა. მოხდა ისე როგორც კანონზომიერები იყო, იმიტომ რომ მათ უცხოელებმა უთხრეს, მათმა პატრონებმა უთხრეს, რომ გადავტეხავთ თქვენ ბოიკოტი გამოაცხადა ჩვენ ქართულ ოცნებას გადავტეხავთ. მაგრამ არც ერთს გამოვიდა და არც მეორე. არც ერთი და არც მეორე. უგმეს მადლობა ბატონი თენგიზ შარმანაშვილი იყო ჩვენ ნოდარ კაბანაძე, ედიშილ გვენდაძე და ლევან ნიკოლაიშვილი გვეყოლება სტუმრად რეკლამის შემდეგ. ჩვენ საუბრობდით ახალ გაცემის იდეაზე, რომელზეც დავითახმენ მეგობრები და მოწონებული იქნა რაგაცინა. გარკვეულწილად პოლიტიკურ შემეცნებებთან, რომელსაც ჩვენ აუცილებლად თქვენ შემწეობით ბატონებო, აუცილებლად განვახორციელებთ. ჩვენ ძალიან კარგი ხალხი მოვიყვანეთ, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები შეიძლება ითქვას, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს რა, ჩვენ ვართ ყველანი ქართველები. ჩვენ ვართ ქართველები, მასასწრაფად ჩვენ ვართ ქართველები. აი ესე რომ გადავაკეთოთ ჩვენ ვართ ქართველები, ცნობილი გამონათქვამი. და არავითარი მასშტაბი. და არავითარი მასშტაბი, ესეც ძალიან კარგია. კი ბატონო. დავიწყოთ, ეხლა ბევრი არის სალაპარაკო. დავიწყოთ იმით, აი, კარგად თქვი, ჩემო ნოდარ შენ კარგად თქვი, რომ რა ხდება მსოფლიოში. მე რომ ნახე 3 გიგანტი ქვეყნის ჩახუტება, რომელიც ალბათ ტრამპმა გამოიწვია. ეს არის შეხარ ჩემი ბატონო, ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი თავისთავად. მივხვდი რომ მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი და დაიწყო ახალი ეპოქა, ხო? ეს ტრამპის მეცადინეობით არის, რა თქმა უნდა, ეს მარტივად ესე ჩანს. თვითონ ტრამპას თქვა, რომ ჩვენო დავკარგეთო ინდოეთიო და რუსეთი ბრძოლჩინეთთან ჩახუტების გამო. მე არ ვიცი ზუსტად სოფლიო ეკონომიკის რამდენი პროცენტი ჩაეხუტა ერთმანეთს, შენ უფრო კარგად გეცოდინება, მაგრამ ყველაფრის, აგერ ყოფილი მარქსისტები ვართ ყველანი. არც არავინ იგუარყოს ახლა ეგ. და ყოფიერება შეიქმს ცნობიერებას. ეს არის ცნობილი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს. რბილად თქვი მარქსისტები, თორე სხვასაც შემეძლო მე. მე მაგალითად, ხო, კარგი. ხო და რა კონფიგურაცია გვაქვს სოფლიოში შემოკარგო? შოსის შეხვედრა იყო ერთ-ერთი სანიშანსვეტო მოვლენა ამ ბოლო პერიოდში. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ისეთივე ბიფურკაციის წერტილი რა, გარდატეხის გზაჯვარედინი, როგორც იყო მიუნხენის კონფერენციაზე პუტინის ცნობილი გამოსვლა, რომლის მერეც უკვე ძალიან სერიოზული ცვლილებები გამოიწვია შემდეგ. ხო, რა თქმა უნდა, ახლაც დასცინიან, მაგრამ არა, ახლა მინიმუმ პოლონეთში არ დასცინიან. პოლონეთში არ დასცინიან, ვერ დაცინიან, ძალიან ახლოს არის და კი, რა თქმა უნდა. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ეს იყო პირველ რიგში ამ შეხვედრის შინაარსი იყო, რომ ეს იყო ანტიდასავლური შეხვედრა. ვინაიდან შოსი ეს არის პლატფორმა, რომელიც არის უპირველეს ყოვლისა ანტიდასავლური.
და ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გაცხადდა, რომელსაც მე პრინციპში ველოდი რომ ეს გაცხადდებოდა და გაცხადდა ეს მიზანი, ეს არის აი ამ შოსის განვითარების ბანკის შექმნა. დაარსება ბანკის კონკურენტი. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. თუმცა მე წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი რამდენიმე რამე, ველოდები ორ რაღაცას. პირველ რიგში რა ერთეულებში იქნება გამოცხადებული საწესდებო კაპიტალი. იუანი. თუ საწესდებო კაპიტალი გამოცხადებული იქნა დოლარებში, განმარტებების გარეშე. არ ვიცი, ველოდები ჯერ არ გამოცხადებული. იმიტომ რომ რაღაც რამდენიმეჯერ ახსენეს რაღაც 10 მილიარდი დოლარი და ასე. თუ დოლარებში იქნა გამოცხადებული, მაშინ ამ ამბისგან დიდი მოლოდინები ვეღარ იქნება რა. განმარტებების გარეშე. და მეორე ველოდები ასეთ რამეს, ერთია ბანკის შექმნა, მაგრამ ეს ბანკის შექმნა, ბანკი ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტს ჭირდება კიდევ ინსტიტუციონალური უზრუნველყოფა. თუ ეს ბანკი შეიქმნა მხოლოდ ბანკი და არ მიყვა ესეთი რამეები, როგორც და ესე ფიჩის და მუდისის რეიტინგების სისტემაზე იქნება, თუ არ იქნება გადარიცხვების სისტემის საკუთარი ბანკის და სავალუტო ფონდის მსგავსი ინსტიტუციები თუ არ ექნება და არ ექნება ინტელექტუალური უზრუნველყოფა, მაშინ ეს ამ ბანკის მომავალი დიდი ვერ იქნება. თუმცა მე მგონია რომ ამის შექმნა გაუჭირდება. უფრო გასაგები რომ გავხადოთ მაყურებლებს, ნოდარ რასაც რითაც ჩვენ გვაშინებდნენ და გარკვეულწილად გვაწამებდნენ და სარგებელიც მოქონდა ალბათ, მაგრამ იყო პრობლემა დასავლეთის ამერიკის შეერთებული შტატების ბერკეტები, მსოფლიო ბანკის SWIFT-ის სისტემა, ევროპის განვითარების ბანკი და ასე შემდეგ ანალოგიურს იგივეს არა, მაგრამ ანალოგიური ფუნქციების მატარებელი უნდა შექმნას ამ სამმა ქვეყანამ. ასეთი მაგალითი იყო უკვე ისტორიაში 1954 წელს, როდესაც ბრეტონ-ვუდსის კონფერენცია გაემართა, სადაც 54 ქვეყანამ ხელი მოაწერა ბრეტონ-ვუდსის შეთანხმება, საბჭოთა კავშირმაც ხელი მოაწერა სხვათა შორის, მაგრამ ეს იყო 1954 წლის აპრილი. ოპერაცია ბაგრატიონი ჯერ არ არის დაწყებული. და სტალინგრადის და კურსკის ბრძოლა დამთავრებულია და უკვე ცხადია რომ იმარჯვებს თავგუდმოგლეჯილი ნაცისტების გარდა აღარავის აღარ აქვს იმის ილუზია რომ ომი ბერლინის გარდა სადმე სხვაგან დამთავრდება, მაგრამ მაინც მეორე ფრონტი ჯერ არ აღსწრება და ამის შემდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირმა რატიფიკაციაზე თქვა შემდეგ უარი, ვინაიდან სტალინის ფინანსთა მინისტრი იყო მსოფლიოს ყველა დროის ალბათ ერთ-ერთი უდიდესი ფინანსისტი არსენი გრიგორიჩ ზვერევი. და მან თქვა უარი, მაშინ ითქვა უარი ამას და დაიწყო ალტერნატიული ოქროს მონეტის სისტემის შექმნა. ოქროთი უზრუნველყოფილი მონეტის, ანუ დოლარის ალტერნატივის შექმნა, რომლის ბოლო კონფერენცია ჩატარდა მანილაში 1952 წლის ოქტომბერში, სადაც მონაწილეობდა 70 ქვეყანა, მაგრამ ამბობენ ბოროტიანები ამბობენ რომ სტალინი თავისით არ მომკვდარა, ცოტა წაეხმარნენ და ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. კი ბატონო, და გასაგებია. და ეს ყველაფერი ასუსტებს, რა თქმა უნდა, იმ სისტემას. ასუსტებს, თუმცა დოლარი ჯერაც არის უძლიერესი ვალუტა, მსოფლიოს ვაჭრობის 44% არის დოლარებში, მეორე ადგილზეა ევრო 17%, მესამე იენა, მეოთხე ბრიტანული ფუნტი. კი ბატონო, ეხლა სრულად ეკლექტური გადაცემა გვაქვს და გადავდივართ უკვე აკასუკებზე. თუმცა არ არის ეს, არ არის კავშირი. აუ, რამხელა ნახტომი. და არ არის დიდი ნახტომი, გინდა ლოგიკურად დაუკავშირო. ჩვენ ყველანი უყურებთ ახალი მსოფლიო წესრიგის გაჩენას. და მხოლოდ იდიოტი და გაუნათლებელი ადამიანი ვერ ხვდება, რომ ახალი წესრიგი მსოფლიოში თუნდაც საქართველოს ახალი ადგილი ექნება. ეს არის ცხადი. არ ვიცი ამას ბევრი ტვინი სჭირდება თუ არა. გურული გლეხი ამას გუმანით გზნობდა ძალიან დიდი ხნის წინ დარწმუნებული ვარ და ეხლა ზუსტად იცის. მაპატიეთ კუთხურობა. მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ზომბირებული დვარნიაშკები, რომლებიც აი ასეთ რაღაცებს აკეთებენ, რაც ჩვენ მიხილეთ შტაბთან და ზოგადად. მოდი ამაზე ვთქვათ, ეხლა შენ პედაგოგი კაცი ხარ და ვინ არიან მათი პედაგოგები, მოიხსენიოთ. შეიძლება ცუდი ხალხიც არ არიან, ხო? რატომ მოხდა და რატო ჩამოყალიბდა ეს ამბავი? ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო შალვა. მე მინდა ასეთი რაიმე დავიწყო და ვთქვა, სრული პასუხისმგებლობით ლაპარაკობ ახლა რასაც ვიტყვი. სახარებაში არის ასეთი ამბავი აღწერილი. იესო ქრისტემ
როდესაც მიდიოდა და ქადაგებდა ამ დროს ნახა შეპყრობილი ეშმაკის მიერ წამოვიდა განდევნა ეს ეშმაკები და ღორის კოლტებში შეუშვა ესენი გადაეშვნენ ზღვაში მაგრამ ესენი მე ვფიქრობ არ დახოცილან აგერ ამოყვეს თავი ტყვარს გამოყვნენ ეთქობა და ამოყვეს თავი რუსთაველს და დადიან რუსთაველიდან მელიქიშვილამდე მელიქიშვილიდან რუსთაველამდე და მე ვფიქრობ ის პედაგოგები რომლებიც მათ დაყვებიან სწორედ შეპყრობილები არიან რა შეიძლება ბატონო ჩემო შალვა და ჩემო ძვირფასო მეგობრებო ამ ხალხზე მეტი რაიმე თქვა როდესაც იფურთხებიან იგინებიან იწევლებიან საშინელებები ხდება და არა მარტო აქ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა გუშინ რაც თქვა ერთ-ერთმა ყოფილმა დეპუტატმა აბა გეძ ხოიცნობდი და შეპყრობილია ეს კაცი რა აშკარად პრობლემა აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა და არა მარტო მას ხო მე გამიკვირდა ეგ არის ძალიან უძნელესი პრობლემა და ამით არკვეთის ნიშნებია რაღაცა ღრმა დეპრესიის შედეგად ადამიანის სახის დაკარგვა და მე მთავარი მომენტი არის კიდე ამაზე სპეციალური ინსტიტუტები მუშაობდნენ რა თქმა უნდა ეს დაწყებული არის 90-იანი წლებიდან დაწყებული არის ნაბიჯ მიდიოდა ეს პროცესი და მივიდა იქამდე სანამდეც მისული არის ახლა ყველაფერს რო თავი დავანებოთ კაცო ადამიანი გარდაიცვალა ხო მოკლეს და ევროპარლამენტში რა მოხდა ხალხო ამას ფაშისტები ჰიტლერელები არ აკეთებდნენ ამას როდესაც ესე იგი ევროპარლამენტში უნდა იყოს ევროპარლამენტის ევროპის საუკეთესო ელიტა ხო სრულად გაუგებარი რატომ ზულდათ ეს ადამიანი თუნდაც ლიბერალებს იმიტომ რომ ის ებრძოდა სიტყვით და მეტი არა შემოშალვა საქმე რაში არის იცით ეს არის ქრისტიანიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ეგ მართალია ეს არის ყოველგვარი ადამიანურობის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველგვარი სიყვარულის წინააღმდეგ ბრძოლა და ესენი არიან დაშრეტილები ყველაფრისაგან ადამიანები და ბატონმა ნოდარმა ეხლა რაც ბრძანა მე გავაგრძელებ და ვიტყვი რომ ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს კი ბატონო თქვენ ყოველნაირად უნდა დასრულდეს ყოველმატებდი ორ სიტყვას და მე ლეონტონთან ამ თამას მე ამას როგორც წარმოშობით სტატისტიკოსი და სხვადასხვა კვლევების ავტორი საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევებში რაღაც გამოცდილებებს ქონე ერთი დასკვნა გამომაქვს აქედან აი ამ თემაზე საუბარიც კი მე ძალიან მიჭირს იმიტომ რომ შენ კვლევებს ხდება ასეთ ხალხის გაჩენის მიზეზები არ ხდება ზუსტად ცხადია გასაგებია საიდანაც მოდის ეს და სამედნიეროდ ეს არ არის უმრავლესობა არ არის ახლა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში მცირე გამოცდილება ნამდვილად არ მოხდა ერთი რამე შემიძლია გითხრა ნებისმიერ საკითხზე საზოგადოებრივი აზრი ჯამურად ყოველთვის არის შეუდარებლად უფრო ჯანსაღი ვიდრე ეს ჩანს სოციალურ ქსელებში და მედიაში. იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული აქტიურები ჩანან. ხო, მაგრამ აი ამ თემაზე დიდხანს საუბარი იწვევს დეკვალიფიკაციას, რაც არის ძალიან სულ გადავიდეთ სამხედრო საკითხებში ჩვენს ექსპერტთან, ლევონთან ჩვენ გავისაუბრეთ სანამ განაცემა დაიწყება პოლონეთი და რუსული დრონები, რომელიც შეიძლება მეგობრებო რუსულიც არ არის და უბრალოდ რუსებს გაუხარდათ, რომ მიიწერეს რა. არ ვიცი. ხო. აქ ხა შავა საკითხი ცოტა სხვანაირად დგას, რომ ერთი არის ფაქტი, რომ ეს დრონები შეფრინდა იქ. მეორე არის, რომ ის სასწორ წაკვეთა, რაც დაემართა თვითონ პოლონეთის ხელმძღვანელობას ამ დროს და გამოხატეს კიდევაც, რომ არ იყო გვიშველეთ. არა და დაგვავიწყდება ეს ქვეყანა ნატოს წევრი არის, ევროკავშირში თავი დავანებოთ. ევროკავშირის არ ეხება სამხედრო საკითხებს, თუმცა მიიწერენ ხოლმე თვითონ აი კაე კალასი არის ამის მაგალითი. საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რა თანამდებობას იკავებს და მაგალითად განცხადება გააკეთა, რომ 2 მილიონი ჭურს მე გადავცემ ესე იგი უკრაინას და სწორედ ამის მერე ხდება სხვათა შორის. საიდან არის ეს ჭური? მე გერმანიის ხო, ეხლა ეს ხო, ეს მეორე საინტერესო მომენტია, მაგრამ თვითონ ფაქტი როცა მოხდა რა იყო ამ დრონების დანიშნულება, რა შეიძლება და ყოფილიყო, ხო? დაზვერვა. ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის დაზვერვა და დაზვერვა, რომელსაც ასევე შეიძლება მოყვეს პანიკის გამოწვევა. ფსიქოლოგიური ზედმეტი. რაც რეალურად მათ მიაღწიეს დაზვერვითაც დაზვერეს, ვინაიდან პოლონელმა განაცხადეს თვითონ 19-დან 4-ის ჩამოგდება შეძლებითო. ან შეძლებდა და ან არა გამოცხადდა, ესე დანარჩენი უკან დაბრუნდა და მიიტანა ის ინფორმაცია, რაც ხო განკუთვნილი, მაგრამ მე რა ხდება?
მე რო იქცევა ის პოლონეთი, აი ეს ლევამოსილი ქვეყანა, რომლის ხელმძღვანელობა გამოდის, რუსეთს არ უნდა დაუთმოთ, არაფერი უნდა ვეომოთ და რაღაც ომამდე არ არის ჯერ საქმე, ჯერ დრონი შემოგიფრინდა შენ. და იწყება რა, რომ ნატოს მიმართავენ, რომ სასწრაფოდ ამუშავდეს მეოთხე მუხლი. შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ. მეოთხე მუხლი არის ეს, რომ სწორედ აი ესეთ რაღაც სიტუაცია რო ხდება, შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ, რა გავაკეთოთ და როგორ მოვიმოხილოთ. ეხლა როგორ წესი ნატოს აქ ნებისმიერ ესეთ სიტუაციაზე თავისი გეგმა, მაგრამ ეს ხალხი იმდენად პანიკაში ჩავარდა, რომ ასე იგი შევარდნენ ნატოს შტაბიდაში წარმომადგენლები და არ იქა თქვენი ჭირბეთ განვიხილოთ, მაგრამ ახლა ნატოსაც ხო თავისი ჭკუა გააჩნია, ესე პირობითად და ძალიან მარტივად თქვა ხო. ესე ადგილი არ არის, რომ რაღაც დრონი რო შეფრინდება, ეგრევე ომი დაიწყო და მეხუთე მუხლი აამუშავო და თან ნატო როგორ წესი, სხვათაშორის ეს უნდა ითქვას აუცილებლად. ძალიან გეგმაზომიერად ფიქრობს და ინვალისინებს რუსეთის ფაქტორს. მთელი ამ ომის შემთხვევაში ნატოს სახელით არაფერი ეს არის. ცალკე ქვეყნები კი ბატონო ეხმარებიან უკრაინას, იჭიმებიან, იჭაჭებიან, ტრაბაკომან. თვითონ ნატოს თილობს და ამერიკაც გამოეცალა, მოდი პირდაპირ. მაქსიმალურად თილობს რომ სამშეკავებული იყოს ვინაიდან არ აწყობს. მოდით ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არ აწყობს ომის შემთხვევაში არის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს არ არის იმის გამო რომ ვინმეს ეშინა, ითვალისწინებენ მოწინააღმდეგეს, ითვალისწინებენ შეძლებებს, ითვალისწინებს იმას რომ რა შეიძლება მოყვეს და როგორ შეიძლება გაგრძელდეს ყველაფერი და ყველაზე მთავარი რა შედეგით შეიძლება ეს დასრულდეს. ეს არ არის უკრაინას და რუსეთს შორის წამოვიდა ომი და მე გამოდიოდა ადამიანები და ახლა უკრაინა იმარჯვებს, ახლა რუსეთი. ხო ხედავთ უკვე რამდენი ხანი იწელება ეს ყველაფერი. როგორ იმარჯვებს უკრაინა? როგორი სიტუაცია არის და ყველაზე მარტივი არაერთხელ გითხოვს ჩვენ ამ გადაცემაში თქვენს, მეს, თქვენსაც ბატონოდის შესაძაც რომ მარტივი კითხვა ყოველთვის. როგორ იმარჯვებს უკრაინა, როცა ომი არის მის ტერიტორიაზე და კარგავს ტერიტორიას ყოველ დღე. ხალხს და ასე შემდეგ. გვიტრიალებენ შეკითხვას, ხო, მაგრამ აი რუსეთი ჩვენ რუსეთზე კი ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში, ვლაპარაკობთ იმ ქვეყანაზე, რომელიც არის განწირული გარკვეული ძალების და გარკვეული ქვეყნების მიერ. გამოყენებული და განწირული და გამოყენებული თავისთავად ცხადია და ეხა პოლონეთის მაგალითი რო ავიღოთ ისე რომ დაუბრუნდეთ, ხო? ეს არის დიდი ნიშანი იმისა და ეს ნიშანი არის ვისგან, ხო? ისე რუსეთის ფედერაციისგან. ერთგვარი გაფრთხილება. თქვენ თუ არ ხსურთ ამ ომის დასრულება, თქვენ თუ მიხართ იმისა, რომ მე და ტრამპმა რაღაცაზე მოვილაპარაკეთ, მაგრამ ისე მზად ხართ უკრაინის შესაერღებლად, მე უკრაინას თავისთავად გაუგზავნებ საომარ მოქმედებას, მაგრამ ხანდახან თქვენ შეგაწუხებთ. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა, რაც მოხდა. მანამდე ესტონეთში შეფრინდა მირვა ტიპის სამხედრო ერთმანი, იქ პანიკა არ ქვია იმას. საქართველოს მტერი მარგუს სახანა არის ესეთი საგარეო საქმეთა მინისტრი. სახანა თუ სახნა რაც არის? სახკნა. რომელმაც გააკეთა, აი როგორ გითხრათ? ესეთი უნდა ვთქვათ, აუცილებლად შემორის გარდა სიტყვა არ მიესადაგება საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. ნუ გაუძახა რუსეთის დროებით საქმეთა რწმუნებულს, გადასცა ნოტა, ალბათ ბოდიშის მოუხდა რა ვქნა, ნოტა უნდა გადმოგწეთ. აი სხვა გზა არ არის მიღებული პრაქტიკა, მაგრამ მე აკეთებს განცხადებას, ეს პირველი შემთხვევა არ არისო. ეს მეოთხე შემთხვევა არის. მანამდე სადი მეოთხე შემთხვევა როცა არის, ეს არის ყველაზე უპასუხო განცხადება პოლიტიკური ლიდერის, ერთ-ერთი ლიდერი აქვს. რა ქონდა სადი? ჯერ ერთი რა პრევენცია გააკეთე? ჩამოგდებით, ჩამოაგდე და ემუქრე. ან ელემენტარულად აუშვით არა შენი საჰაერო ძალების, ან ნატო საჰაერო ძალების რომელიმე თვითმფრინავი რომელმაც საჰაერო ძალები ძალიან ხო, მაგრამ არა, ხო არის იქ ამერიკელებით განარჩენი. ბაზა არის კი. და რომელმაც მოუწოდა ამ ვერტფრენს რომ დატოვეთ ტერიტორია მილიონი ვარიანტი არის ესე დროს რაღაც ან რადიოთი უთხრეს ან უთხარი ან ხელი დაუქნე წადი ან რაღაცა ესე ხო შეიძლება ხეზე ასულიყო ან რაღაცა გაიგეთ სანადირო ტოფია არა ეს მეოთხე შემთხვევა არისო ხალხი არა ქართო აღარ შემიძლია მოუკვდი ნერვულობითო აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა კი ბატონო ყოველთვის იყო არის და დარჩება ბალტიისპირეთის ქვეყნები და მე ამას სიამოვნებით ვიძახი თუ ეს არის სიმართლე ყველაზე მათხოვარი ქვეყნები ნატოშიც ყველაზე მათხოვარი ქვეყნები ევროკავშირში. ყოველთვის ხელგასწლები, ყოველთვის ვიღაცის იმედზე და პრობლემების მომტანი. დასრულდა რითი რომ მაკრონი აღშფოთდა თუ შეშფოთდა, შეიძლება შემეშალოს ამორჩქნა რომელი კონდა. შეშფოთდა და მე აღშფოთდა. ამ პირიქით შეიძლება იყოს და სამი რაფელის ტიპის თვითმფრინავი გაუგზავნა ესტონეთს იმისათვის რომ თუ რაღაცა ეგზესტაფონში რო არის ხო ეხლა როგორი რაღაცა ის ველოსიპედმა ჩამოიარაო და კი და კაცი და ზედე ხო შენ ნუ გეშინია გაუგზავნა ფრინავები მა დატოვეს ის მე მგონი მაგრამ ხო მაგრამ თვითონ ატარებლი წამოვიდა თვითონ წამოვიდა შემდეგ აი ეს არის კატასტროფული მდგომარეობა როდესაც ევროპაში და ძალიან სოფლიოში გამოჩნდა გარკვეული ლიდერები რომლებიც მართავენ ქვეყანებს და რომელმაც არიციან კრიზის სიტუაციაში რა გაკეთონ როცა უშუალოდ მათ ემუქრებათ საფრთხე
და როცა უშუალოდ მათ ქვეყნის წინაშე ხორციელდება რაღაც მაგრები არიან აი საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციებში და რაღაც დადგენილების მიღებაში გერმანიის ელჩს როგორ გამოეხმაურნენ ეს გერმანიის ელჩი ხარი დაუჭირეს არიქა თქვენი ჭირი მე არ დაჩავთ მე ძალიან მომეწონა სხვადასხვა პრემიერის განცხადება ვიღაც ჟურნალისტმა შეიძლება ჟურნალისტმა დაუსვა არ ვიცი შეკითხვა რომ ემუქრება თუ არა გერმანიის ელჩს ესე იგი ქვეყნის დატოვება ანუ გაძევება არა რასამოთ ესო დიდი ფუფუნება იქნება მისთვის ასე აბსოლუტურად თანხმობ იმიტომ რომ ამ კაცმა დიპლომატმა რომელიც წარმოადგენს გერმანიას და მოდით ის უნდა თქვა ქვეყანას რომელთანაც ძალიან დიდი ასე ვთქვათ ურთიერთობები გაგვაშნია დღიდან დამოკლების აღდგენისა და გამოცხადებისა იმდენად შეიწყვინა საქართველოში თავი რომ გერმანიის ელჩის განცხადება საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის სერიოზული არ არის კომიკური არის კი ბატონო ბატონში ჩვენ საუბრობთ იმაზე თუ რა მოხდება მომავალში ხანდახან იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ დამთავრდება ეს არჩევნები ისიც ვიცით როგორ ასრულდება აქციები მათი მაგრამ მოდით სამივე მე ხლა ამჯერად ერთი ჩამოვიაროთ თემა რომელიც დღეს გახდა ცნობილი ახალაიას მონაწილეობა უკრაინაში დაგეგმილ უკრაინის მიერ ხარდაჭერილ ტერაქტში ისეთი დამაჯერებლობით გაიძახოდნენ 4 ოქტომბერს ეს მავნებლები ეს არამზადები რომ რა თქმა უნდა უდიდესი ალბათობა არსებობს სანამ არ დაიდება კონკრეტული ფაქტები შეიძლება ამაზე კონკრეტულად ადრე იყოს ლაპარაკი მაგრამ არ ამგონია რომ სწორედ ეს ახალაია და ეს ნარჩენი ნაცჯალათების მიერ მოწყობილი დაგეგმილი პროვოკაცია ამაზე მინდა თითოეული სიტყვა თქვა გადაცემის დასასრულს მე ხაზგასმით მინდა ერთი რამ აღნიშნო შემოდგომაა ჩემო თვითფასო მეგობრები ახლა და შემოდგომის ბუზები არიან ეს ნაციონალური მოძრაობა ამიტომ შემოდგომის ბუზები ვიცით რომ შემოდგომის შემდეგ აღარ არსებობენ ამიტომ შემოდგომის დადგომისთანავე ისინი ძალიან იკმინებიან ამიტომ მე დარწმუნებული ვარ თქვენი არ იყოს და სრულიად გეთანხმებით იმაში რომ ეს იყო ერთი შაიკა რომელიც შაიკასთან მე ძალიან დიდი ეჭვი არსებობს რომ ესენი იმ ხროვასთან იყვნენ დაკავშირებული რომელი ხროვაც უკრაინაში იმყოფება უკვე მე რამდენი წელია და რომელიც ახლა პირდაპირ არის ნათქვამი ლორდ კიფანიძეა მგონი ვიღაცა ხო ხო რომელიც არის უშიშროები ქაური უშიშროების თავმჯდომარის თუ რა თანამდებობა იმის მოადგილეა რა სტრუქტურაში მუშაობს ამიტომ ცალსახა იყო ის რომ რაც ჩვენმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნამდვილად ვაჟკაცმა ბიჭებმა გააკეთეს, რომლებმაც მე უკვე მე რამდენად ჩვენ ქვეყანას ააცილეს თავს ის უბედურება, რომელი უბედურებაც ფაქტობრივად გეგმავდნენ, ერთობლივად გეგმავდნენ ამას, თორე ეხლა ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ეხლა ვინ მიგდია ბოდიში ამ სიტყვას, თუმცა რა საბოდიშია, კაცო, ქვეყანას აქცევენ, ხაბეიშვილი, ვინაა მითხარი და მეორე ხაბე პატიკოს ტანდემით გადატრიალება ხო ეს ახლა პოლიკარპე კაკაბაძეც ვერ დაწერდა ამის შესახებ რაღაცა. აი რა ვერავინ მაგარი რა იყო მეგორო თუ გახსოვთ. ბურჭულაძე ხო დაიჭირეს ჯუარშერი და გავრცელდა ხმა რომ ბურჭულაძე დაიჭირეს და ფერი არ ქონდა ტიპს და მე დაწერა რომ ეხლა ეთერში მივდივარ და თუ დამიჭერეს 4-ში უნდა გააკეთოთ ეს საქმე ოღონდ ნიულავი მიჯოს ვარიანტი გამოვიდა არავის რო არ ჭირდება ხო და ერთი სიტყვით ეს არის ნამდვილად და საქართველოს მოქალაქეებს აქვს საფუძვლიანი ეჭვი კიდევ ერთხელ მეორებ რომ სანამ შესაბამისი დოკუმენტები არ დაიდება ამის შესახებ ასე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ საფუძვლიანი ეჭვი რომ ეს იყო ერთი ხაზი რომელიც არის შემოდგომის ბუზების მიერ შექმნილი მაგრამ დღეს საქართველოს სახელმწიფო აქვს. მეორე შევახსენებდი კიდევ ერთ მთავარ რაიმეს. ეხლა მიზე შედეგობრივ კავშირებს ისტორიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ისტორიკოსი, როდესაც ნაშრომს წერს, მიზე შედეგობრივ კავშირებზე ამახვილებს ყურადღებას. ამის აზრი არა აქვს. მიზე შედეგობრივ კავშირებზე ამ შემთხვევისათვის მე ყურადღებას ვამახვილებ ოკეანის გაღმა და ოკეანის გამოღმა რა პროცესები ხდება. როგორ ვირთხის დღეშია ჩავარდნილი მთელი ევრო ბიუროკრატია, ბრიუსელის ბიუროკრატია და რა უმძიმეს სიტუაციაში იმყოფება დღევანდელი ის deep state, რომელმაც deep state ფაქტობრივად გუშინდელმა გასროლამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გამოუყვანა ჩვენში რომ იტყვიან დაუსვათ საბოლოო წერტილი.
უბრალოდ ტექნიკის საქმეა, სანამ როგორ მიიყვანს ტრამპის ადმინისტრაცია და მთელი პროგრესიული საზოგადოება იმ საქმეს, რომელიც უკვე ბოლომდეა მიყვანილი. ამ ამბავზე, ჩვენ პირველ რიგში რაც შეიძლება ჩვენ თქვათ ამაზე, ჩვენ ახლა არანაირი ინსაიდერული ინფორმაცია არ გვაქვს, რას გვერდიდან ჩანს, იმას ვიტყვი. ხო, ეგ სხვა საკმარისი ჩანს, გვერდიდან რომ საკმარისზე მეტიც არის. ხო. როდესაც ხდება ერთი შემთხვევა, ეს არის ერთი შემთხვევა, როცა რამდენიმე შემთხვევა ხდება, უკვე ეს უკვე სტატისტიკაა. ეს უკვე მწკრივია, სტატისტიკა. ხო და ესეთი შემთხვევა პირველი არ არის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იქიდან მომდინარე საფრთხე, უკრაინის მხრიდან მომდინარე საფრთხე, კონკრეტული საფრთხე სრულიად რეალურია და მათი დასაყრდენი ძალა გასაგებია, ვინც არის მაორგანიზებელი ძალა. ეხლა სპეცსამსახურები არ არის ის სამსახურები, რომლის მუშაობას აფიშირებული უნდა იყოს და ყოველ დღე პირდაპირ ეთერში უნდა იჯდნენ და განიხილავდნენ, რა თქმა უნდა, ეს თავარი შედეგია, ეს შედეგი, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, ეს ძალიან კარგი შედეგია და ასე უნდა გააგრძელოს. მაგრამ მთელი ამბავი აქ იმაშია, რომ არც ერთი წამით არ შეიძლება ყურადღების მოგონება. ეს არის ყველაზე მთავარი. ვინაიდან და აკვირდით მე ბევრჯერ მithქვავს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მიმოიხედეთ ირგვლივ, ყველგან ანთია ცეცხლი. ყველგან ცეცხლი ანთია და არ არის აუცილებელი აქ ასანთან თამაში. მით უმეტესად დენტით სავსე კაცთან მზივარ. რა თქმა უნდა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის დაშვება. და ამას ჯერჯერობით ჩვენი სპეცსამსახურები თავს ართმევენ და რაც თავია სპეცსამსახურების როლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაც, რომელიც მართლა ძალას უჯერებს. აი შალვა წეღანრას იმედი აქვს. შალვა წეღანრას თქვი. აი ეს არის რა, საზოგადოებრივი აზრის იმედად ჩემი მტერი დარჩა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი არის ის აუცილებელი საწვავი, რომელიც გეხმარება და პოლიტიკოს კი ბატონო. სამი პუნქტი უნდა ვთქვა ამას დაკავშირებით, შეიძლება ძალიან მოკლედ პირველ რიგში არაერთხელ გითხრა ამ სტუდიანაც, მადლობა ჩვენი ძალოვანი სრულუფლების წარმომადგენლისთვის და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამეორდები სიამოვნებით, რომ მაღალ პროფესიონალები არიანო შეძლეს მოსალოდნელი ტერაქტის პრევენცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის უბრალოდ რაღაცა, ვიცით მთელი რიგი ქვეყნები, რომ ტერაქტი ხდება და მე ხდება გამოძიება. აქ პრევენცია როცა ხდება, ეს მაღალ პროფესიონალებზე მიუთითებს. მეორე რომ ტერაქტის დანიშნულება რა არის, ხომ? მოსახლეობის შეშინება, სვეპის გამოწვევა, ნგრევა, მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთი სერიოზული პუნქტი არის ასევე ის, რომ აჩვენოს იმ ქვეყნის მოსახლეობასა და სხვებსაც, რომ ხელისუფლება და შესაბამისი სამსახურები არიან სუსტები, რომელმაც ვერ შეძლეს პრევენციის განხორციელება. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ სუსმა თავისი სიტყვა თქვა, რომ არათუ სუსტი არის პირიქით გამოაშკარავა და უკვე კიდე გამოძიების პროცესში ბევრი რაღაცა იქნება ცნობილი. ეხლა გარდა იმისა, რომ ეს ტერაქტი ხორციელდებოდა, ვიცით რომ ისთვის რომ აფეთქებული იყო და რაღაცა, მეორე ვარიანტიც არ უნდა გამორიცხოთ, რომ თვითონ აფეთქება შეიძლება ყოფილიყო ერთგვარი ასე ვთქვათ მანევრი იმისათვის, რომ იქ აფეთქება მომხდარიყო და სხვაგან კიდე სხვა პროცესები, სხვა ყურადღების გადატანა. რა თქმა უნდა, ეს არის მანევრი ჩვეულებრივი სამხედრო თვალსაზრისით რომ იმჟელოდა ამ ხრივათაც ყალბშეტევას რო იწყებს სადღაც და იქ რაღაცა ცეცხლი გაჩნდება, ყურადღება იქით არის გადატანილი და შენ ამ დროს სხვაგან უტევ. სხვა რაღაცა ხდება. რაც ნიშნავს იმას, რომ მზადდებოდა ძალიან სერიოზული ბინძური პოლიტიკური რაღაცა თამაში ვერ დავარქვით თავისთავად პროვოკაცია, რომელიც ავიცილეთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ კიდევ ბევრი რამ იქნება გარკვეული, ვინაიდან აკაცუკები ალბათ მაინც ვერ მოისვენებენ ელემენტარულად მათი გონებრივი შესაძლებლობას თუ შევხედავთ ხომ, ვერ მიხვდებიან იმას, რომ არ უნდა მოიქცნენ ისე როგორც იქცევიან, მით უმეტეს ხა ადამიანური სახე უკვე ნელა დაკარგული აქვს, აგერ ეთანხმები აბსოლუტურად რაც ითქვა, რომ ყოფილმა პოლიტიკოსმა გამოვიდა გუში და ადამიანზე ესეთი რაღაცები ლაპარაკა, რომ უკვე განსხვავებას ვეპოვნობ მე მასა და პირუტყვს შორის. მართალია. იმიტომ რომ ეს არის მიუღებელი, ვინც არ უნდა იყოს. ადამიანები ომშიც კი მოწინააღმდეგეს და მტეს, გარდაცვლისას და ასე შემდეგ ცოცხალსაც პატივისცემენ რაღაცა ვაჟკაცობის ელემენტი და ეს არის გადაქცეული პოლიტიკოსი, რაღაც მაწყევარი დედაკაცის გაბოროტებული რომელმაც ადამიანობა რა არის განსხვავება? ორღობის დედაკაცებიც არ იკადრებენ იმას, რა არის განსხვავება, რომ ერთი რომ ადამიანი საუბრობს, მეტყველებს და გარდა მაგისა, რომ პირუსაც აქვს თავისი ქცევის რაღაცა წესები, მაგრამ ადამიანს აქვს თავისი კულტურული ქცევის წესები. აი ეს აქვს დაკარგული.
ამიტომ 4 ოქტომბრისთვის ცხადია მცირე ნერვულობა იქნება, მაგრამ გამარჯვებაც შესაბამისი იქნება და აკაცუკების საბოლოო მარცხიც. უღრეს მადლობა მეგობრებო, საერთოდ აკაცუკები იაპონური მანგას პერსონაჟია, უბრალოდ ორგანიზაცია, რომელიც დიდას არტნერს და ღარიბს აძლევს. კეთილშობილური ორგანიზაცია და ძალიან სამწუხაროა, რომ ესე დააკვირდა, ნეგატიურ კონტექსტში, თორე ძალიან საინტერესო და ახალგაზრდისთვის ძალიან შესარგი ორგანიზაციის სახელია. მაგრამ, ამას ჩვენ გადავლახავთ. ესენი არიან უჯიშოები, ჩემი აზრით, მაწანწალ, ვარნაშკები რა. მე ესე ვიტყოდი. დიდი მადლობა იმისთვის, რომ კაცაკაცები. ხო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გიყვართ, ჩვენ ერთმანეთს ყოველ პარასკევს შევხვდებით. უღრეს მადლობა ბატონებო, რომ გვესმით. მადლობა თქვენ. მადლობა.